ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედება სავარაუდოდ 2 წლით გადავადდება. იუსტიციის სამინისტრომ ეს ინიციატივა უკვე წარადგინა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. გადავადებას უმრავლესობა მხარს უჭერს, უმცირესობა კი მიიჩნევს, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დღეს დეტალურად განმარტა, რატომ გახდა ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედების გადადება საჭირო. ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტის სრულად ამოქმედება 2 წლით გადავადდება. მთავრობის ამ ინიციატივას დღეს მხარი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებმა დაუჭირეს. პროექტი ალექსანდრე ბარამიძემ წარადგინა. იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტის გადავადების მიზეზი ფინანსური და ინფრასტრუქტურული საკითხები გახდა. თუ ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს სრული მასშტაბით ამოქმედება საქართველოს ყველა რაიონულ სასამართლოში, პრაქტიკულად ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ბრალდებულს შეიძლება საჯელის სახით დაეკისროს თავისუფლების აღკვეთა, ასეთ შემთხვევაში ყველა სასამართლოში, რაიონულ სასამართლოებში, მათ შორის უნდა შესაბამისი მოწყობის ოთახები იქნეს ორგანიზებული და ბოლოს ფინანსური სახსრები არის საჭირო ამისთვის, იმიტომ რომ ნაფიცმსაჯულთა სასამართლო საკმარისად ძვირი სიამოვნება. ცვლილება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შედის, რომლის მიხედვით ნაფიცმსაჯულთა დროებითი განსჯადობის ვადა, რომელიც 2014 წლის 1 ოქტომბერს იწურება, 2016 წლის 1 ოქტომბრამდე გადაიწევს. სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტის ეტაპობრივი დანერგვა საქართველოში 2011 წლიდან დაიწყო. პრინციპულად მიმაჩნია, რომ სასამართლო სისტემა არ უნდა დაეტვირთოს დღეს ისეთი ვალდებულებებით, რომლის შესრულებასაც ის ვერ შეძლებს. დღეს ისედაც ბევრი პრობლემა სასამართლო სისტემაში, ვადებთან დაკავშირებით არის კატასტროფული მდგომარეობა. მოქალაქეები ამის თვალსაზრისით ძალიან ბევრ პრობლემას განიცდიან თავის თავზე და თუ ჩვენ ისეთ რაღაცა რეგულაციებს ავამოქმედებთ, რომელიც ვიღაცა შეიძლება მიაჩნდეს, რომ სწორია მართლმსაჯულების თვალსაზრისით, ეს არ იქნება სწორი გადაწყვეტილება. მოქმედი რედაქციით 2014 წლის 1 ოქტომბრამდე ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტის მოქმედების არეალი თბილისისა და ქუთაისის სასამართლოებია. 1 ოქტომბრიდან კი ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს დროებითი განსჯადობა ძალას კარგავს. რის შემდეგაც ზოგადი წესი სრული მოცულობით უნდა ამოქმედდეს და ნაფიცმსაჯულთა განსჯადობას ყველა ის საქმე დაექვემდებარება, რომელიც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მის გადავადებას საპარლამენტო უმცირესობა ეწინააღმდეგება. ნაფიცმსაჯულთა მიერ განხილული საქმეების 99% წააგო პროკურატურამ. იმდენად აბსურდულად შეკრული. ანუ დღეს ჩვენი ხელისუფლებისთვის უფრო ადვილია შეეკრა მოსამართლეს და გახაზო მოსამართლე, ვიდრე ნაფიცმსაჯულებს. ამითია გამოწვეული, რომ ნაფიცმსაჯულებზე ეხლა არის კანონპროექტი გადავადების წარმოადგენა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები სასამართლო სისტემაში უკან გადადგმული ნაბიჯია. ისინი ფიქრობენ, რომ ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედების 2 წლის გადავადება ნაკლებად დასაბუთებულია. ნებისმიერი მიზეზი, ისეთი ტექნიკური ხასიათის მიზეზი აჩვენებს, რომ ხელისუფლებას არ აქვს საკმარის პოლიტიკური ნება, რომ განახორციელოს ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმა ქართულ მართლმსაჯულობაში. დღეს ფაქტია ის, რომ სისტემა მთლიანობაში არ არის მზად, რომ ნაფიცმსაჯულების სასამართლოები მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდეს, მაგრამ დასაბუთება, რაც წარმოდგენილია კანონპროექტში, ანუ რატომ ხდება გადავადება ამ საკითხის, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო სისტემურ ანალიზს მოითხოვს, ვიდრე ის არგუმენტები, რაც განმარტებით ბარად საქმავს თან. სპეციალისტების განმარტებით ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში ვერ გაამართლებს და მისი სრულად განხორციელებისთვის 2 წელი საკმარისი არ იქნება. უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნინო გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედებისთვის საზოგადოება მზად არ არის. როგორც ირკვევა, ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიაც მსჯელობს. ერთ-ერთ საკითხად განიხილება საზოგადოდ ნაფიცმსაჯულების სასამართლოს არსებობა არ არსებობის საკითხი. იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი პროფესიონალი, ვისაც მიაჩნია, რომ ნაფიცმსაჯულების სასამართლოს შემოღება საქართველოში ვერ იმუშავებს სათანადოდ. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშკარა მცდარი ვერდიქტები, რომელიც გარკვეულ გაფრთხილებას, ანუ წითელ შუქს უნთებს საზოგადოებას, ასევე ხელისუფლებასაც და აფიქრებს. გადავცეთ კი განსჯისათვის ადამიანის ბრალეულობის საკითხი, დამნაშავეს, ამ ბრწყალებში ბრალდებული პირის დამნაშავების საკითხი საზოგადოებას განსჯისათვის. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტში წერია, რომ 2011 წლიდან დღემდე
დღემდე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განიხილეს და განაჩენი 8 საქმეზე გამოიტანეს.